რა გააკეთა ხო? დღეს მან დაუდასტურა სისტემას, რომელსაც ეხლა ხელმძღვანელობს დროებით მართალია, მაგრამ მაინც რომ ის მოქმედება, რაც ნამდვილად არ იყო ცალკეული, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა დღევანდელი პოლიციის მუშაობის. ესეთი შემთხვევები არის არა ათობით და ასობით, ათასობით უბრალოდ. ეს იყო გადაღებული და მოასწრეს გადაღებულის გავრცელება და ეს იყო მხოლოდ რაც ამ შემთხვევაში გამოარჩევს სხვებისგან, რომელიც კიდევ ერთხელ არის ათასობით და მან დღევანდელი დაჯილდოებებით, აი ამ დროებითმა მინისტრმა დაუდასტურა სისტემას, რომ უნდა გააგრძელოს მოქმედება ისევ ისე, იმიტომ რომ გენერალ-მაიორი ჯერ საერთოდ ხო საოცრება ამ გენერალ-მაიორობის ესე უპრაგონოდ დარიგება წინ და უკან ხო სრულიად გააუფასურეს ეს ყველაფერი. მაგრამ ვისაძლევენ ხო დღეს მაგალითად გენერალ-მაიორობა მიანიჭა სირაძეს. ასევე სანქცირებულს. ასევე სანქცირებულს და ასევე მას სისასტიკით გამორჩეულს. გამორჩეულს ამ აქციებზე და ასე შემდეგ, ხო? ეს პირდაპირ გზავნილია, რომ ბრძიშვილი ვინ იყო მიტინგების დროს, იყო სირაძის მოადგილე. ის არის ახლა გორის სამხარეო პოლიციის უფროსი. რომელიც კამერებში, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იყო და მონაწილეობას იღებს ამ ძალადობაში. მაგრამ ჩვენ 12-დან მხოლოდ 6-ის ხო, დიახ. იგივე, როდესაც ის რის გამო დააწინაურეს სამმართველოს უფროსად, ხო, სამხარეო სამმართველოს უფროსად. გამორჩეული სისასტიკი, ის გივი ამ ნიშნით აწინაურებენ ხალხს და ადამიანებს, ხო, მოქალაქეებს და ეხლა ის რო გახდა სამხარეო პოლიციის უფროსი, აბა სხვა რამის მოუწოდა, სხვა რამისკენ მოუწოდება და თავის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებისკენ მოუწოდა და მათაც განახორციელეს ეს ყველაფერი, ну აი ერთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაიწვენ, ხო? აქ ალბათ ყველაზე კვინტესენციური იყო აი მათი ერთ-ერთი მთავარი საძაგლობის ამ წულუკიანის გამონათქვამი, ხო? ის ხო არ მალავს, იმიტომ რომ იცით რომ ყველა მიცით რომ საძაგელია და ეს უხარია, ხო? პირველ რიგში და მან პირდაპირ თქვა რომ გააგრძელეთ იგივენაირად, უბრალოდ ნუ დაიწვევით. ეცადეთ რომ მეტი აღარ გამოაშკარავდეს ეს თქვენი მოქმედება, თუ გააგრძელეთ ეგრე, ხო? ნუ პირდაპირ ეგრე შეიძლება მის სიტყვების ინტერპრეტირება, ხო? და ყველაფერი შემდგომიც ამაზე მეტყველებს დაჯილდოებები დღევანდელი რომ ყველაფერი წესრიგშია უბრალოდ ნუ დაიწვევით ნუ გადააღებინებთ ამ ყველაფერს თორე გავაგრძელოთ ეგრე თეთრ სისტემა ეგრე მუშაობს ხო ადამიანებს კონკრეტული თავისი მოქალაქეების ცემისთვის ესე იგი ჯილდოებს აძლევენ როგორც ფინანსურს ასევე ორდენებს და მედლებს და ასე შემდეგ ხო აწინაურებენ და ანუ ყველა კომფორტს უქმნიან სწორედ ადამიანის მოქალაქის განმორჩენის მოქალაქის ცემის გამო. აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ყველაფერს ეცდებიან რაც ხეცდილობენ ხო ჯერ ესეთი დაიჭერეს მხოლოდ 6 პოლიციელი მუხლი წაუყენეს სხვა გადაცტომა როცა ბოდიში გაგხევენ შუაზე და გაწამებენ ეგ არის გადაცტომა ეს არ არის არა ადამიანური მოპყრობა ანუ მუხლი სხვა არის ხო შემდგომში რაც იქნება, ხო ვიცით წინასწარ შეწყალება იქნება რაღაცა ძალიან მალე. ამიტომ ეს ცნობილია, ხო, უბრალოდ გაუსკდათ ეს და ეხლა რაღაცა ალბათ ფულსაც ჩაახუტებენ მაგების დაჭერილს, ისე როგორც აი სპეცნაზელებს რო იჭერენ ეხლა. ვითომ გადაცდომებზე იმაზე აი ესეც საინტერესო არის. აი იმ სპეცრაზმელების დაჭერა, ამ პოლიციელების დაჭერა სისტემას შიგნიდან არ შეაშინებს? მოძალადეებს სისასტიკა შიგნიდან არ შეაშინებს. რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ რომ მეტი ეგეთ სიმხეცეს ყველაზე ტვინ გამოლაყებული წარმომადგენელი ძალოვანების ხელს აღარ მოაწერს და იგივე არ ჩაიდენს იმიტომ ძალიან კარგად ნახეს რომ იძახდნენ რომ არა ჩვენ არ გადაგვაგდებენ ჩვენ დაგვიცავენ ბოლომდე როგორც კი მათ შეეხება საფრთხე პირველ რიგში მათ გადააგდებენ 19-20 წლის ახალგაზრდა პოლიციელები არიან დაჭერილები და საზოგადოება ქართული ოცნების მომხრეები ამაზეა შეშფოთებული რომ ახალგაზრდა ბიჭებს ცხოვრება ენგრევათ იმიტომ რომ პატარა გადაცდომისთვის დაიჭირა თავისივე ხელისუფლებამო ო ამ დროს მათ ამ ბიჭებს მათ ცხოვრება დაუნგრიეს როცა სისტემაში ასწავლეს რომ მათ უნდა ცემონ თავისი მოქალაქეები აი მაგ მომენტში დაუნგრიეს მათ ცხოვრება და დაუნგრიეს მართლა საინტერესოა ამ დავალებებს მათ წინასწარ აძლევენ თუ როგორ ხდება სისტემის სისასტიკისკენ ამუშავება ამოქმედება როგორ ხდება სანდო პოლიციელიდან საშიშ ძალოვანებზე გადასვლა ამ რეჟიმზე გარეთ ამ დავალებებს აძლევენ
მათთვის პოლიტიკური მიუღებელი პირების მიმართ, საზოგადოების მიმართ, საპროტესტო საზოგადოების მიმართ და როდესაც იქ დაშვებული კი არის სტიმულირებულია მაქსიმალური ძალადობა, სხვა შემთხვევებში ამის შეზღუდვა არც ხდება და ვერც მოხდება, იმიტომ რომ როცა ეს დაშვებულია მთლიანად. ამიტომ ისინი აგრძელებენ ასეთ მოქმედებას რუტინულ პირობებში, ყოველდღიურობაში და ეს გრძელდება, იმიტომ რომ აქ ხელს არ უშლიან უბრალოდ და ვერ შეუშლიან, იმიტომ რომ როცა ერთ შემთხვევაში შენ თუ მოუწოდებ რომ მაქსიმალური სისასტიკე გამოიჩინონ, ხო ეს სისასტიკე გრძელდება მე ყველა შემთხვევაში. ეს არის მარტივად. კი, აი ძალიან საინტერესოა გუშინ განხორციელებული დაჭერების შესახებაც რომ ვილაპარაკოთ. ხელისუფლება ეგრეთ წოდებული განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებებზე. თქვენი შეფასებით გულბაათ რცხილაძის და ირაკლი ჩიხლაძის დაკავებას რა კავშირი აქვს გორში მომხდარ სისასტიკესთან და ხომ არ დააბალანსეს მაგალითად აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტის ძმის დაჭერა, რომელიც დასავლურ მედიაზე მუშაობდა და როგორც აღმოჩნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის პირველი მსხვერპლი და პატიმარი შეიძლება გახდეს ირაკლი ჩიხლაძე, რომელსაც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, არ დარეგისტრირდა აგენტად, ის თანამშრომლობდა დასავლურ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ახლა შესაძლოა სწორედ ამ მუხლით იყოს ის ბრალდებული ჯაშუშობაში. მაგრამ თავად გულბაათ რცხილაძე არასდროს მის დამოკიდებულებას რუსეთთან არ მალავდა, შექმნა კიდეც ორგანიზაცია, რომელიც მამუკა მდინარაძის მსგავსად ჩვენი ანტირუსული განწყობების მონიტორინგით უნდა დაკავებულიყო ხვალიდან და უცებ მას იჭერენ და ასევე ადვოკატი საუბრობს, რომ რუსეთთან და ირანთან კონტაქტების გამო შეიძლება იყოს ის ციხეში გაშვებული. ამიტომ შეგვიძლია რაც კრებითი ამბავი არის, ანუ რამდენიმე გავშალოთ აი ეს ფაზლი დავალაგოთ. დამწყვევა, ტაიმინგი შეიძლება შერჩეული არის სწორედ გადასაფარად თქვა იგივე გორის ამბის ან აი მეორე დაპატიმრების ჩიხლაძის ოღონდ თვითონ ამისი დაპატიმრება ხო გამოწვეულია ჩემი აზრით იმით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო თვის მანძილზე ძალიან ბევრი მიმართულებით გასცეს პირობა, რომ აი ამ საშინელებას, რაც ირანული ამ ინვაზიით, აიათოლური უპროსწორედ ინვაზიით ხდება საქართველოში, რაღაცას მოუხერხებდნენ და რაღაც ეს შეგვირდნენ ალიევს ერთის მხრივ, რომ იქნება მათი მხრიდან მოქმედებები ამის საწინააღმდეგო და მეორე მხრივ შეგვირდნენ სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. მინდა გითხრათ, რომ ძირეულ პრობლემას საერთოდ არ ეკარებიან და ვერც არაფერს მოუხერხებენ, მე თუ მგითხავთ, იმ ქვეყნების პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე, იქნება CIA თუ იქნება ისრაელის სამსახურები სპეციალური, აი იმ დონეზეა აქ უკვე ეს ინვაზია წასული. უბრალოდ ვერ მოერევიან, მაგრამ ჯერჯერობით სურვილიც არ აქვთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო ფულს ეფუძნება იმ თანხებს, რომელიც უკვე გამორთმეული აქვთ ამ ირანელებისგან და კიდე აპირებენ რომ გამოართვან. ამიტომ უფრო ზედაპირული ესე ვითომ მოქმედებით შემოიპარგლებიან, ხო ეხა ეს ჩხილაძე, ეხა ეს არის რუსული გავლენის, რუსული აგენტურის რაღაც მეათე ხარისხოვანი ისა ხო ნაწილი. რომელიც არ ენანებათ ამ შემთხვევაში თქვა რუსებსაც არ ენანებათ და კი ბატონო აი ვითომ რაღაც მოქმედება ამ ირანული უპროსწორედ აიათოლური ამბების წინააღმდეგ განახორციელეს ამას ეთქვენ ახლა. აი რამდენად სარწმუნოდ გამოიყურება ბატონო გივი ხელისუფლების მცდელობა რომ საერთაშორისო პარტნიორებს დაუნტკიცოს. კიდევ ამბობ რომ როდესაც ესენი აქ აკაურ ჩვენერ აქტორებს დაძდევენ, აი შენ რატო თქვი ინტერვიუში ეს თუ ის, კაცო მართლა სულელები გერცხედან იქ ხო ყველაფერი იცის ძალიან კარგად, ხო? მათ სტრუქტურებს მუშაობენ საელჩოების და ასე შემდეგ, ანუ ვერავის ესეთი სისულელი ვერ მოატყუებს სინამდვილეში ხა, ნუ შეიძლება უთხრა რომ აი მე ამით დავიწყე, მე კიდე რაღაც ვიზა, მაგრამ იცის ყველა მოყორო ესე მათყუარები არიან უბრალოდ და არაფერს ეს არ აკეთებენ. ეხლა რუსებთან თან ეს ირანული ამბავი ხო ეს რუსებისგან განუყოფელია, ხო ბოლოსაც ვნახეთ ეს რომელიღაც ეს რუსული პრემაკოვის თუ რომელიღაც ეს რუსული ფონდის კონფერენცია ხო მისი კონფერენცია რო იყო, იქ ეს მთელი ირანელები საპატიო სტუმრებად იყვნენ კოცებთან ერთად დაპატიჟებულები, ხო?
და მათთან თანამშრომლობს დიმიტრი ლორთქიფანიძე და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანები მათ შორის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო შეთანხმებით ხდება რუსების და ირანელების აიათოლისტების მოქმედება აქ და თქვათ მათ შორის ეს გაშლილი ქსელი ემსახურება რუსების ინტერესებსაც შესაბამის თხოვნებს, რომელსაც ისინი მათ მიმართავენ და რა ვიცი ხა ამ რცხილაძის თქვათ დაკავებით იმ ალმოსტაფის ხო, რამდენად მსხვილი თევზი დაიჭირა ეს არის ჩემი ხო რამე იმ ალმუსტაფის უნივერსიტეტი ისევ მოქმედია დააკავება ეხლა ამიტომ რამე არა რა თქმა უნდა ხო და არა რატომ არ ქონდა თუნდაც ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება ქართულ ოცნებას და იქაც გიორგი კანდელაკს ემუქრებიან რომ აქ ჩამოსული თუ იქნება ისევ დავიბარებთ სისტემაში დავიკითხავთ იმიტომ რომ ჰადსონის ინსტიტუტში გასულ კვირას გამოსვლა ქონდა ძალიან სერიოზული ანგარიშით ბატონ კანდელაკს თუმცა თავად ჰადსონის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ირანით დაკავებული ამერიკელი think tank-ები ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე რომ საქართველოში რუსული და ირანული ეკონომიკური გავლენა მკვეთრად არის გაზრდილი და თქვენი შეფასებით რა მასშტაბითაა ეს ყველაფერი გაზრდილი რა პროცესია მასშტაბი ველაპარაკო ძალიან დიდია მართლა ანუ ამ მასშტაბით ეს თუ გაგრძელდება რაღაც პერიოდი ხანგრძლივი პერიოდი კიდევ ერთხელ ამბობ რომ ეს შეიქმნა რა ქვია ეს ლიბანში არა ჰეზბოლა პრაქტიკულად ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ქართულ ჰეზბოლას ჩამოყალიბებას, რომ ვინმეს თუ მიაჩნია რომ ეს რაღაც გადამეტებულ რამეს ვიძახი, ძალიან ყველა მიაჩნია, იმიტომ რომ თუ დროს მიცემ და ეს გაგრძელდება, დიდი დრო შეიქმნება უბრალოდ პირდაპირ ქართული ჰეზბოლა. ესეთ ეს არც ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა აწყობდეს. რამდენად აქვს დღეს ამ ხელისუფლებას უნარი ეფექტიანად აკონტროლოს სახელმწიფოში ამ ტიპის უცხოური გავლენების, ფინანსური ნაკადების შემოდინება, სადაზვერვო აქტივობების. ფინანსური ნაკადებში აქვს თელი პრობლემა. ამით არა აქვს უნარი რომ რაიმე ტიპის შესაძლო აი ამ ხვრელს ფინანსურს უთხრა ნუ არის. ანუ ყველა მარცხენა ესე რომ ვთქვათ შავი ფული მათთვის არის მიუხედავად თანხლების საფრთხეებისა და ასე შემდეგ მიუხედავად ამ ყველაფრისა მისაღები. ამიტომ კიდევ ერთხელ ხო უკვე რამდენი ფული აქვს ამ ირანელებისგან ასაღები და რამდენი საღებას აგრძელებენ და აპირებენ კიდე ხო? მარტივი რაღაცა ეს რა ქვია ამერიკული გრანტი რო აიღო 6 წლიანი ციხე უნდა დაგემუქროს და ეს ირანული გრანტები პანტაპონტით რომ მოდის კაცი არც ამოწმებს არავინ ხო და ნუ გარდა ამისა ეს ძალიან ბევრი ფული რამდენი შემოდის შეგვიძლია მე დავაკვირდეთ იმის მიხედვით რომ ეს ინფრასტრუქტურა როგორ მუშაობს ხო ეს ტურისტები თქვა სამლოცველოდ რომ იყავთ სადაც აკეთებენ შერჩევას აი ამ სუსტად თავისი მერე იმ ოპერაციებისთვის რომლებშიც უკვე მოყოლილია სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები შპიონაჟი იქნება თუ კვლევების ცდილობები და ამ შემდეგ იქ რა ხა ბოლოს რო იყო 400 კაცი მიიღეს განათავსეს აჭამეს ასვეს 3 დღის განმავლობაში ამ ფული აქვს ძალიან თავისუფლად ესეთი მასშტაბური რაღაცეებისთვის ხო შესაბამისად ეს კოცებიც ბევრ ფულს ართმევენ გამომდინარე აქედან მარტო ეს ივანიშვილის გარეშე შეიძლება ხდებოდეს ბატონ გივი რა თქმა უნდა არა და არა ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პირადად ივანიშვილის ჩართულობით და მას ეს არ აწუხებს და აწუხებს გიორგი კანდელაკი გიორგი კანდელაკი რატო გიორგი კანდელაკი სხვა შორის შახიშვილსაც შეხვდა გუშინ და ბარემ შახიშვილიც დაიბარო ფეხლები იქ სუში ამ დეგენერატებთან ხო და ვის შეხვდა ბატონ გივი ირანის ყოფილი შახიშვილს ოდესაში ფეხლების რეზა ფეხლევის შვილს რეზა ფეხლევს თვითონ რა საინტერესოა ალბათ ინფორმაციები გაცვალეს თუ რასთან დაკავშირებით ბარემ რადგან თქვით მოგვიყვება ხა ისიც იცნობს ამ მოხსენებას ხო ჰადსონის უნივერსიტეტის მოხსენებას და კანდელაკს რომ ემუქრებიან ეხა ხო უნდა გაითვალისწინონ რომ აი ვითომ კოჩს უგურებენ ამ ცხილაძის იმითი რა ქვია დაჭერით ამერიკელებს და კანდელაკს რომ ემუქრებიან მაშინ ამას ხო პირდაპირ ხალხს უსვამენ ხო საერთოდ აზრი არ აქვს იმიტომ კანდელაკის სახით ემუქრებიან ჰადსონის უნივერსიტეტს ჯო ვილსონს კონგრესმენებს რა ქვია ადმინისტრაციის ტრამპის გარემოცვას
ხო, რომლებსაც აწუხებთ ეს პრობლემა, ხო, მათ შორის ეხა ეს ყველაფერი გაშუქდა ისეთ პრესაში, რომელსაც ტრამპი კითხულობს ყოველდღიურ რეჟიმში, ამიტომ ისიც საქმის ყურში არის ვარწმუნებ და კანდელაკზე რომ მუქრებიან, აი ამაზეც არის საქმის ყურში. ამიტომ ცხილად უნდა იყვნენ ამ თავის მუხარებში. ეს მუხარა რამდენად სერიოზულად აღიქვით თქვენ ან ბატონმა გიორგიმ თვითონ კანდელაკმა და ამერიკელებმა მისმა კოლეგებმა, პარტნიორებმა, ვისთან ერთადაც გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში. ხომ არ გამოიწვევს ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დევნილის ყველაფერს აქვს თავის ფასი, ამიტომ რომ სამ რაღაცას გადაწყვეტენ, ეს ფასი უნდა გაითვალისწინონ და შეაფასონ, რამდენად აქვთ ესეთი ბევრი ესეთი ფასის გადახდის უნარი, იმიტომ რომ ფასის გადახდა მოუწევთ ყველა შემთხვევაში. ეს ჰაერზე ნაცვლული მუხარები უნდა შეაფასონ, რა რითი იმუქრებიან და მერე რა დაემუქრებათ მათ იქით ხარეს. ამიტომ არ არის ეს კანდელაკი რატო ძულთ მე გეტყვით ახლა, იმიტომ რომ კანდელაკი და მისი კოლეგები ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის. მართლა მისი ისტორიული მეხსიერების ესე ბოლომდე სრულფასოვანი სახით მოწოდებასა და რაც თავია შენარჩუნებისთვის, ხო? მათ სოლობში რა სამუშაოებიც გაწიეს, ხო? და არა მხოლოდ ირანზე, გიორგიზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუდმივად მუშაობს ის ამ მეხსიერების შესანარჩუნებლად სტალინზე მათ შორის და სოლობის კვლევარია და პერიოდის ისტორიის ყველაზე მთავარი მომენტების, აი უმნიშვნელოვანესი წიგნის თანაავტორი და შემდეგ ამის შენარჩუნებისთვის, ხო ეს არის უძვირფასესი რაღაცა ქვეყნისთვის და ისინი ხო როგორც რუსების წარმომადგენლები სწორედ ამას ებრძვიან, ხო გელაც რატო ანგრევენ, რატო აუქმებენ განათლებას, განათლების ცენტრებს, იმიტომ რომ ისტორიული მეხსიერება მოშალონ, ხო? ამიტომ უშლით ნერვებს ეს კანდელაკი და მისი კოლეგები, იმიტომ ზუსტად რომ უნდათ რომ მოშალონ ესეც, რომ ის რაც აკეთებს რომ ამ ქვეყანას ისტორიული მეცნიერება ქონდეს, ეს აღარ ქონდეს და ეს არ გამოვა. ეს არის ისტორიული მეხსიერების გადარჩენა არის ყველაზე საშიში ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე? ანუ ეს არის გენერალური ხაზი რუსების, ის მიღწევასაც ცდილობენ ივანიშვილის ხელით, ხო? ქვეყნისთვის ისტორიული მეხსიერების მოშლის, აი ფრესკებს ადრე თუ ათეთრებდნენ ამ ეკლესიებში, ხა უბრალოდ აი ეს შეგნებული არ რესტავრირებით, არ გარემონტებით ცდილობენ უბრალოდ დაინგრეს ეს ისინი, რა ქვია, ჩვენი მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ძეგლები და დაუწყებას მიეცეს. ესე არის, თქვა ამუშანტვა განათლების რეფორმა, აბა მეტი რა არის, ხო? მთავარი განათლების ცენტრების განადგურება იმისათვის, რომ მათ ვეღარ მოახერხონ სწორედ ამ ისტორიული მეხსიერების გაგრძობადობით მოწოდება ახალი თაობებისთვის. ეს არის გენერალური ხაზი. ამას წარმოადგენს გიორგი კანდელაკი პირველ რიგში და არა ამ ირანის თემას. ირანის თემაზე მან თანამშრომლა ჩვენ პარტნიორებთან, ამერიკელებთან, რომლებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის და ოღონდ ეს ერთობლივი პროდუქტია და ხამეთ რო გონიათ რომ კანდელაკი რო გაჩუმდეს ისინი ნამდვილ ამბებს აქ ვერ გაიგებენ, ეგრე არ არის რა თქმა უნდა. არც არავინ არ უნდა გაჩუმდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვინც ამ თემებზე ვლაპარაკობთ, იმ შეზაკითხვაზეც უთხარი და მე ასეჯერ ვეუბნები, რომ იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ხედავთ საფრთხეს რეალურს ჩვენი ქვეყნისთვის ამაში და ვცდილობთ, რომ კონცენტრირდნენ, რომ ეს გამოასწორონ და ესენი მირბიან და ეხლა ის რომ კანდელაკის ზეონა უნდათ ამის მაგივრად და არ გამოვა ეგრე, იმიტომ რომ ამერიკელებთან არაფრის დალაგება არ გამოვა, თუ ეგრე გააგრძელებთ. როცა პირდებით რომ რაღაცას გააკეთებთ, უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ სულელი არავინ არ არის და არავინ არაფერს არ ჭამს და თუ გინდათ რომ მოგხედონ სერიოზულად, მოგხედავენ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში. ხო, აი, როდის მოხედავენ, აღარ დადგა ეს დრო, ბატონო გივი და აი ბოლო-ბოლო რაზე დგას ქართული ოცნება? ჩვენ ნებისმიერი სფერო შეგვიძლია ავიღოთ, თქვენ ახლა რამდენიმე სფერო ახსენეთ, მათ შორის ახსენეთ გელათი, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული მემკვიდრეობა, რელიგია, განათლება ახსენეთ, მანამდე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ანუ ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვა ავიღოთ, ხედავთ ხომ, 1 ივნისს 80-მდე ბავშვის მშობელი გარეთ ათენებს ღამეს. ხო, აი, რაზე დგას ქართული ოცნება? ეხლა ვიცით რომ უბრალოდ სულ ყველგან ერთი და იგივე, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სულ ყველა სფეროში, ხო, გვაჩოჩებენ და გვაჩოჩებენ უკან. იმიტომ რომ ერთადერთი პრიორიტეტი აქვთ მხოლოდ ფული, კრიმინალური იმითი, რა ქვია,
სტრუქტურებით, აი ქეშის მოგროვება ამ გლუვისთვის, რომელიც გაგიჟებული ამ ქეშზე და დაასდევს და რავი პრიორიტეტული ამბავი ქვეყანაში არის კოლ-ცენტრების, ან ტრანსნაციონალური საშინელი დანაშაული. უამრავი ახალგაზრდები ყავს ნაწილის ფუნქციონირება და მისგან მოპარული ფულების განაწილება და დაბინაობა გლუვთან კრიმინალების მიერ. ეს არის მთავარი თემა. აი თუნდაც კოლ-ცენტრებზე რატომ არ არის ისეთი აქტიური რეაგირება, როგორიც იყო თქვა 2-3 წლის. დრო ჭირდება ახლა გამოძიება ჩვენ ნახეთ ძალიან საფუძვლიანი საერთაშორისო ჟურნალისტური და ამიტომ დარწმუნებული ვარ ამას მოყვება საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიებაც, იმიტომ რომ ეს ტრანსნაციონალური დანაშაულია. რომელშიც თურმე უშიშროების მინისტრიც ყოფილა ჩართული ქართული ოცნების. თვითონვე აღიარეს ხო, რომ უშიშროების მინისტრი ჩართული იყო და ანუ სისხლის აი ყველა წარმოუდგენელი კორუფციული დანაშაული ხდება ქვეყანაში, რასაც ხელსაფარებენ და ისე ლაპარაკობენ ამ დანაშაულზე, თითქოს ის სხვა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ისე ლაპარაკობენ მათ შორის გახარიაზე, თითქოს ის სხვა ხელისუფლების. ხო, როგორ ახლა შეიძლება რომ უშიშროების სამსახურის უფროსი გაათავისუფლო, იმიტომ რომ ვერ მოგიგროვა ეკოლ-ცენტრის ქეში, ხო, ეგრე მოხდა ხო, საბოლოო ჯამში ჯერ დაიკადნა რომ მოვაგროვებო, ვერ მოვაგროვა და ამიტომ კრეს ეხლი და ის ახლა პრეს-ცენტრში მე მგონი და იმას ხროლა. ანუ ახვლედიანიც ამიტომ დაიჭირეს ლილუაშვილზე ზეწოლის მიზნით? ხო, სავარაუდოდ იმისთვის რომ კიდე რაღაცა ჩვენება მისცეს ამ იმაზე ლილუაშვილზე. ხო და ესე არ გამოვა მოკლედ და ამაზეც რაც შეეხება ხომ მუქარებს თქვა გიორგი კანდელაკის მიმართ კიდე ერთხელ ჩვენ ყველამ ვიცით სიამდვილეში რატო ერიტანთ მას და რატო ერიტანთ აი ამ ადამიანებს მის კოლეგებს და იმათ იმიტომ რომ ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები უძვირფასეს საქმეს აკეთებენ მართლა ამ ქვეყნისთვის და თქვენ გინდათ რომ ეს საქმე ვერ გააკეთონ და ეგრე არ გამოვა მაინც გააკეთებენ რა თქმა უნდა და თქვენ თუ რაღაც ნაბიჯებს გადადგამთ დაუფიქრებას ამაზე ყველაფერზე მოგიხდებათ ფასის გადახდა აუცილებლად. იმედი მაქვს ასეც იქნება და ძალიან მალე მოხდება ეს. მე ამ იმედს ვიტოვებ. კი, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. საინტერესო მოსაზრებების გაზიარებისთვის.